I'm German Homelos, I drink coffee and I know things. მეხუთე ეპიზოდის თემა არის აბელისა და კაინის სიმბოლიზმი. დასაწყისში თითქმის ყველაფერი, ყველა ამბავი, ადამიანი, მოვლენა, ქმედება, ყველაფერი იყო სიმბოლიზებული თვალსაჩინო ნიმუშის შესაქმნელად. ჩემი დაკვირვებით, რომ ეს ასე იყო, ასე მოხდა და ასე არ უნდა მომხდარიყო. ან ეს იმიტომ მოხდა, რომ ასე იყო საჭირო, რომ შენ, მე, ჩვენ რაღაც მნიშვნელოვანი გვესწავლა. და ეს აბელისა და კაინის ამბავი რას გვასწავლის, რისთვის მოვიდა ჩვენამდე, დღემდე. რა ტყუილად უაზროდ მოვიდა? არაფერი დანიშნულება არ აქვს ვითომ? უბრალოდ ამბავია მორჩილ უბოროტო ძმასა და შურიან გაბოროტებულ ძმაზე და მორჩა ეგ არის, მეტი არაფერი. როგორ იყო ამბავი? ედემიდან გამოძევებულ ადამსა და ევას შვილები გაუჩნდათ. უფროსი პირველი ბიჭი კაინი, მეორე აბელი. კაინი მიწის მუშა იყო, აბელი მწყემსი. ერთხელაც მათ მსხვერპლი შესწირეს ღმერთს, როგორც მამისგან ჰქონდათ ნასწავლი. აბელს ახსოვდა აღთქმული მაცხოვარი, რომლისთვისაც მსხვერპლს სწირავდა. კაინს კი არ ახსოვდა. ამიტომ ღმერთმა აბელის მსხვერპლი მიიღო, კაინის არა. კაინი შურით აივსო. ღმერთმა გააფრთხილა კაინი, რომ ცოდვა არ ჩაედინა, მაგრამ მან ყური არ უგდო. გაიტყუა მინდროდ აბელი, თავისი ძმა, კაინმა და მოკლა. ღმერთმა ამხილა კაინი, მაგრამ კაინმა არ აღიარა ძმის მკვლელობა. მაშინ ღმერთმა გააძევა მამის სახლიდან იგი. რამდენი მნიშვნელოვანი და სიღრმისეული დეტალი იკვეთება ამ ამბავში. პირველი ის, რომ პლანეტაზე მხოლოდ ორი ძმა იყო. არც ბიძაშვილი, არც შორეული ბიძაშვილი, არც დეიდაშვილი, არც მამიდაშვილი, არც მეზობელი, არც თანასოფლელი, არც ორი სხვადასხვა ქვეყნის შვილი, არამედ ორი ძმა, მხოლოდ და მხოლოდ ორი ძმა. ერთი დედის და ერთი მამის შვილები. მაგრამ მაინც საკმარისი აღმოჩნდა ერთისთვის, რომ მეორის გამარჯვება, უპირატესობა, კარგი თვისება, სიკარგე, წარმატება, შურისა და გაბოროტების მიზეზად აეღო. ღმერთმა აბელის საჩუქარი მოიწონა, კაინის არა, და ეს კაინი განრისხდა. იმის მაგივრად, რომ ძმის სიხარული გაეზიარებინა, მისთვის მიებაძა სიკეთის რაღაცის სწორად გაკეთებაში, ღმერთის მოსაწონ ადამიანად ჩამოყალიბებაში, რა გააკეთა? ისე შეშურდა თავისი ძმის, იმდენად დაიბოღმა, რომ მოკლა. აქვე იკვეთება ადამიანში ჩადებული ეს საძაგელი თვისება, რაც დიახ, ჩადებულია იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიცადოთ. ეს თვისება ერთმანეთის ნიჭის, წარმატების, უპირატესობის, გამორჩეულობის სიძულვილი. ეს დღემდე მოვიდა, დღეს უფრო მეტად გაძლიერებულია დღეს, რომ ჩვენ გვაქვს მიდრეკილება იმის შეძულების, ვინც რაღაცით ჩვენზე უკეთესია და რაღაცით არის გამორჩეული. ვერ ვიტანთ ასეთ ადამიანებს. მაგრამ ისე ვართ დაძაბული შურით, რომ ვერ ვხედავთ ფართო გზას, იმ გზას, რომ ვინ გვიშლის ჩვენც მივბაძოთ ასეთ ადამიანებს. ვინ გვიშლის, რომ ერთმანეთს მივბაძოთ რაღაც კარგის კეთებაში და რომ დრო დავუთმოთ საკუთარი თავის გაუმჯობესებას. ვინ დაუშალა კაინს, რომ კიდევ ეცადა, ეშრომა და ღმერთისგან შექება დაემსახურებინა. აქ გარკვევით ჩანს, რა სულიერი და უაზრო არჩევანია შური, რადგან ამ დროს შენზე აღარ ფიქრობ. შენი ფიქრები არის სხვის ცხოვრებაზე. რატომ აქვს იმას რაღაც და მე არა და რომც ჰქონდეს შენზე მეტი, ეს უნდა გვიხაროდეს. აბა არ უნდა გახარებოდა კაინს აბელის სიხარული, მისი ძმა არ იყო? ერთი სისხლი და ხორცი არ იყვნენ? ჩვენც ძმები და დები ვართ. ერთი ოჯახი ვართ. შენი კლასელი, მეზობელი, კურსელი, თანამშრომელი,
ან უბრალოდ ვინმე უცნობი რამე წარმატებას რომ ნახავს, რაღაც ოცნებას რომ აისრულებს, რატომ უნდა შევშურდეს? ჩვენ წაგვართ რამე იგივეს მიღებისთვის შრომას გვიშლის ვინმე, ან თუნდაც ვერ ვიღებდეთ იმას, რაც სხვას აქვს და ჩვენც გვინდა რომ გქონდეს, რატომ უნდა ვიტანჯოთ თავის შურით და დარდით? რა, ცუდია ვიღაც მაინც რომ არის გახარებული? ვიღაც მაინც რომ არის ბედნიერი, ცუდია ეს? რა ვიცით თან იმ ვიღაცამ რამდენი ტკივილი ნახა, რამდენი გასაჭირი, სანამ ამ სიხარულს და წარმატებას მიიღებდა, მიაღწევდა. ჩვენ არ ვართ განცალკევებული ქმნილებები, რომლებიც თავის ეგოიზმში გამოკეტილად შექმნა ღმერთმა. ჩვენ დაკავშირებულები ვართ თანაგრძნობით და ერთმანეთის მიმართ სიყვარულით უნდა ვიყოთ განწყობილი. მეორე მნიშვნელოვანი დეტალი ეს არის აღიარება. ღმერთმა ამხილა კაინი მკვლელობაში და მან არ აღიარა. და კაინი დაშორდა ღმერთს. მონანიება და საკუთარი შეცდომების აღიარება გვჭირდება. უნდა გვაწუხებდეს, რომ რაღაც მომენტში ჩვენ გვესიამოვნა ბოროტების ჩადენა, ცოდვა. ამის აღიარება და საკუთარი თავის დაუმორჩილებლობის უსუსურება უნდა გვაწუხებდეს, რომ ავყევი ღმერთო ბოროტ ფიქრებს, ვერ დავემორჩილე თავი, ცოდვა ვქმენი, შენი ღირსი არ ვარ, მაგრამ მე მაინც შენთან მინდა. კაინს ვინ დაუშალა ეღიარებინა, რომ მამა მე შემშურდა ჩემი ძმის, რომ ასე მოგაწონა თავი, გაობრაზდი და მოვკალი, მაგრამ ასე არ უნდა მოგცეულიყავი, შენი მოსაწონი მინდოდა ყოფილიყავი. მინდოდა შენი მოსაწონი რამე გამეკეთებინა და მაგის ნაცვლად რა ჩავიდინე, სადამდე დავედი, საშინელი ვარ, უძლური და სუსტი ვარ, მაგრამ მაინც მინდა შენი სიყვარული, მაინც მინდა შენთან ყოფნა. ღმერთი ბევრს ტირანი და შეუბრალებელი ჰგონია. დღეს არა. გულახდილობას, საკუთარი უძლურების აღიარებას ითხოვს ღმერთი ჩვენგან, მხოლოდ რომ ვიცი, რაც ჩაიდინე და რატომაც ჩაიდინე, მაგრამ თუ შენ იაზრებ, რომ ეს მთლიანად შენი უძლურების ბრალია და მართლა გულით გსურს, რომ უკეთესი გახდე, ამას რომ დაანახებ ღმერთს შენ გულში და ყოველთვის ხედავს ჩვენს გულს, არასდროს არ არის მისთვის რამე დაფარული. ეს გარეგნულად არ გამოიხატება. სინამდვილე შიგნით ჩანს მხოლოდ რა ვართ და როგორები ვართ, მხოლოდ ჩვენს გულში ჩანს. როდესაც ამას დაანახებ, რომ შენ ნანობ შენ საქციელს, ამ დაუოკებელ სურვილს თუ დაანახებ და კაინი ღმერთს თავის გულში, რომ მე ცუდი ვარ, საშინელი ვარ, ბოროტი ვარ, ღმერთო, მამა განკურნე ჩემი გული და მომეცი ძალა უკეთესი გავხდე. ღმერთო შემაძლებინე ცდუნებებს არ ავყვე, გგონიათ არ მოусმენდა, არ დაეხმარებოდა, მაგრამ არც კი სცადა. სწორედ აქვე იღებს სათავეს ამ პარტავნებაც, რაც იმდენად დიდებულად გვაგრძნობინებს თავს, რომ საკუთარ თავთანაც კი არ გვსურს, ასე მტკიცედ არ გვსურს შეცდომების აღიარება. სისუსტე გგონია, თითქოს ეს აღიარება აგურია, რომელსაც სახლს თუ გამოვაცლი, მთლიანი სახლი დაიშლება. ადამიანის შემთხვევაში ის მტრად იქცევა. მაშინ, როცა გვავიწყდება, რომ ადამიანი მტვერია ღმერთის გარეშე, არ გვინდა მასთან, არ გვინდა და არც გაძალებს. ხორციელი სიკვდილიდან პირდაპირ მნიშვნელობით მტრად იქცევი, მაგრამ თუ გსურს ღმერთი, კი არ გაქრები არამედ არსებობიდან მარადისობაში იცხოვრებ. თანაც ისე უბრალოდ კი არა, სამყაროების შემოქმედთან, უფალთან ერთად იქნები, მარადიულად. სრულ სიხარულსა და ბედნიერებაში, სიყვარულში, თვითონ სიყვარულთან ერთად იქნები. აბელისა და კაინის ამბიდან დღემდე სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა.
ისევ გშურს ერთმანეთის სიხარულის და წარმატების, გამარჯვების, იმის მაგივრად, რომ საკუთარ საქმეზე და საკუთარი თავის განვითარებაზე გადავერთოთ. სხვას რა აქვს და რატომ აქვს, ამაზე ფიქრში გაბყავს ეს ძვირფასი დრო და ასე უფრო და უფრო შორდებიან ადამიანები ღმერთს კაინის მსგავსად. ვაღიაროთ, რომ შევცოდეთ, შეგშურდა. გაუბრაზდეთ საკუთარ თავს და მივხედოთ ჩვენს საქმეს. რა ვიცით, იქნებ უკეთეს სიხარულს და ბედნიერებას გვიმზადებს უფალი. აბელისა და კაინის ამბავი სიმბოლოა ერთმანეთის აუტანლობისა და მოუნანიებლობისა. მეორის მხრივ კი სიკეთისა და ბოროტების გზების გამიჯნის. აბელს რაც თუნებები არ ჰქონდა, დაპროგრამებული თოჯინა ხომ არ იყო, ჰქონდა აზრები, ცუდი აზრები, მაგრამ მამას უსმენდა. როცა ღმერთის სიყვარულზე უამბობდა თავის ბიოლოგიურ მამას, გულისხმობ, უსმენდა მამას. აბელმა იფიქრა, იაზროვნა, ეცადა, იშრომა და გაიძლიერა ღვთის სიყვარული გულსა და გონებაში. მერე საქმითაც დაამტკიცა და მასთან მყოფობის სურვილი არასდროს განელებია. ჭკუა და აზროვნება იხმარა აბელმა, რაც ადამიანს ყველა სხვა ქმნილებისგან განარჩევს. აზროვნების უნარი. გაიაზრა, დაინახა, რა შედეგები მოჰყვება ცუდ ფიქრებს, ბოროტებაზე აყოლას რა შედეგები მოჰყვება, ეს დაინახა და იმუშავა თავის მართვაზე. და კაინს ფიქრი და აზროვნება არც კი უცდია, არც კი უსმენდა მამას, არც კი დაინტერესდა ღმერთით და ახვა მარტივად ცდუნებებს თავისი თავი ვერ დაიმორჩილა. ამით ხაზი ესმევა ერთ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას, რომ ბოროტება ყოველთვის აზროვნებაზე, ფიქრზე უარის თქმისგან წარმოიშვება და სიკეთე ესე ჰაერიდან მოსული თვისება კი არ არის, არამედ შეგნებული და კარგად გააზრებული არჩევანია. როცა ხედავს ადამიანი რა მოჰყვება დაუფიქრებლობას, ის ირჩევს აზროვნებას, თვით დამორჩილებას, რასაც საბოლოო ჯამში სიკეთემდე მივყავართ.